შევწვათ ყაბაყი ღუმელში. ძალიან მარტივად. ავიღოთ ერთი ყაბაყი. გადაწყილი სუფთი. მოვაჭერეთ ის. დაწყილი. და დაახლოებით ესე 1 სანტიმეტრის სისქეს ნაჭრებად, რგოლებად, თუ გნებავთ სლაისებად დავჭერთ. გავაკეთეთ ესეთი მარინადი, სუბუქი. დაღერღილი ნიორი, ხმელი ნიორი. შავი პილპილი. შებოლილი პაპრიკა. ცოტა მარილი. ზეითუნის ზეთი. ცოტა. შეგიძლია ჩვეულებრივი ზეთი წავიღოთ, არ აქვს მნიშვნელობა. გადავდოთ 15 წუთით. ეხლა ავიღოთ ყაბაყი და ასე დავაწყოთ. ეხლა გავუშვათ ყაბაყი 15 წუთით ღუმელში 180 გრადუსზე. ამასობაში ჭრით ბულგარულს. ორი კვილი ნიორი. და ხეხილი ყველი. მიგეც 120, 150 გრამი არაჟანი. ორი სუფრის კროს. შეგვიძლია ჩავანაცვლოთ მაიონეზით, მაგრამ მე არაჟანი მქონდა, ამიტომ 2 არა, 3 კოვზი არაჟანი ვქნი. 3 სუფრის კოვზი არაჟანი. არა და მართლა ატარებს. ახლა გადმოვიტანოთ. ყაბაყზე. და კიდევ 7-8 წუთით გავუშვებთ ღუმელში. ყაბაყი მზად არის. გამოვიდა ძალიან ლამაზი, გემრიელი და საკმაოდ მარტივი კერძია.